ტატუ არტისტობა და ტატუ ინდუსტრია ზოგადად არ არის მხოლოდ ხელოვნება და ხელოვნების სფერო. ეს არის სიმბოლო ამ ქვეყანაში განვითარების და პროგრესის. თუ ჩვენ ავიღებთ ბოლო 15-20 წელს და შევადარებთ იმ პერიოდს დღევანდელობას, მივხვდებით, რომ უზარმაზარი ნაბიჯებით მივდივართ წინ და ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. და ეს პროგრესი არის სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურება, რომლებიც აქ დგანან ერთმუშტად შეკრულები და თავიანთ სათქმელს ამბობენ. და მე ზოგადად არ მახსენდება არც ერთი ქვეყანა და პრეცედენტი, სადაც ტატუ არტისტები ასეთნაირად შეკრებილიყვნენ ერთად და თავიანთი სათქმელი ეთქვათ. ქართული ტატუ ინდუსტრია არ არის მხოლოდ ხელოვნება და ხელოვნების სფერო. ეს არის კარგი მაგალითი და ასე ვთქვათ, სიმბოლო პროგრესის, განვითარების და იდენტობის გამოხატვის. რა თქმა უნდა, არ მინდა აბსოლუტურად პოლიტიკაში წავიდე და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, განცხადებები გავაკეთო. არც ის მინდა, რომ ეს ვიდეო იყოს პოლიტიკური. უბრალოდ მარტივად მინდა ამ ვიდეოთი შევაჯამო დღევანდელი მოვლენები, რა ხდება და როგორ აისახება ეს ყველაფერი ტატუ არტისტების ცხოვრებაზე და ზოგადად ტატუ ინდუსტრიაზე. დაახლოებით 200-მდე ტატუ არტისტი გამოვიდა რუსთაველზე, შეუერთდა მარშს და ერთად დააფიქსირა თავისი სათქმელი და რატომ მოიქცნენ ისინი ასე. რეალურად ამას არ ჭირდება დიდი პოლიტიკური ანალიზი და არ ჭირდება რაღაც კვლევების წაკითხვა და ასე შემდეგ. არც სპეკულირება ჭირდება საქართველოს პოტენციურ მომავალზე. რეალურად ყველა ჩვენგანი გრძნობს იმ პოტენციურ საფრთხეებს, რაც შეიძლება მთავრობის ამ ნაბიჯებმა გამოიწვიოს და სწორედ ამიტომ ამდენი ადამიანი ადგა და ერთად შეერთდა და გამოხატა თავისი სათქმელი. აქ ვართ იმიტომ, რომ ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ბედნიერი და ნათელი მომავალი მინდა ჩემს სამშობლოში. პირველ რიგში აქ მინდა რომ ვიყო, მშვიდობიანად მინდა რომ ვიყო. არ მინდა რომ მეშინოდეს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება. კარგი იქნება თუ ხალხის აზრს გაითვალისწინებენ, ჩვენს აზრს და ჩვენგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ისეთით, რომელიც ჩვენ გვეწინააღმდეგება. თუ საერთო საქმეს ვაკეთებთ, ყველანი საერთო საქმეს უნდა ვაკეთებთ ერთად. ისეთაც გადაიღეთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. მადლობა. რატო ეხება ეს ყველაფერი ტატუ არტისტებს? რატო ეხება ტატუ ინდუსტრიას ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო ამ ბოლო 3 კვირის წინ? იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის შემოქმედებითი სფერო და შემოქმედებითი სფერო მოითხოვს განვითარებას, მოითხოვს ყველაფერს უნდა ავყვეთ დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სადაც ვხედავთ ჩვენი განვითარებისკენ მიმავალ გზას, ეს არის ევროპა, ეს არის დასავლეთი. არ შემიძლია არ დავეთანხმო. უდია თავარისაა ჩვენი, რომ ჩვენი ყოველთვის განვითარება იქნება ევროპაში პირველ რიგში. განსაკუთრებით ხატრების, ტატუ არტისტების, ასე ვთქვათ. და ვერანაირად ვერ განვითარდებით ამათ ხელში ასე როგორც აქ ხდება ეს ყველაფერი რა რუსეთში ვერაფერს განვითარებას ვერ დაინახა ვერასდროს ევრო ჯობია რუბლს ევრო ჯობია რუბლს ოკეი ხართ აქ და რას ეთქვით აი ამ ახალგაზრდებს? ვეთქვი რომ მადლობას პირველ რიგში რომ გააზრებულად აქვს პასუხისგებლობა აღებული საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ მომავალზე, თავის წარსულზე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა ჩვენ ვიცით ყველა რა სირთულეები აქვს სტუდენტებს გადასახადებიდან დაწყებული საერთო საცხოვრებელი რომ არ არსებობს პირობები რომ არ არსებობს ისეთი შესაძლებლობა რომ ან ონლაინ ან პირობები არ აქვს მიუხედავად ამისა პირველ ადგილზე დააყენეს სამშობლოს მომავალი რაშიც თვითონ უნდა იცხოვრონ არ შეუშინდნენ ამ გამოწვევებს დარჩენ სამშობლოში ეს უდიდესი ძალაა და ბუნების აი ყველაზე მაღალი გამოხატულება. ამიტომ მადლობის მეც ვერაფერს ვერ ვეტყვი. აქ გავარ, რადგან ჩემი ვალი აქ თქო. დიდი მადლობა. გარდა იმისა, რომ საოცარი ხელოვანი ბრძანდებით, აი აქ რო დგახართ, მაგიტო ცალკე აქცენტ უზარმაზად. ჩემი ვალი. მადლობა. ძალიან მიხარია აქ რო გხედავ, ჩვენთან ერთად რო დგახარ.
შენ ხარ ტატუ არტისტი და წარმოადგენ ტატუ არტისტებს დღეს ამ მარშზე. მაინტერესებს შენი აზრით, რამდენად ეხება ეს ყველაფერი ტატუ არტისტებს? ტატუ არტისტებსაც და რავი, მსგავს პროფესიის წარმომადგენლებს ესე პირდაპირ ურტყავს ეს მდგომარეობა, რაც საქართველოში არა, იმიტომ რომ განვითარების საშუალებას გვართმევენ რა, ესა რა ვთქვათ. აი ევროპაში ჩემი აზრით უფრო მეტად განვითარების პოტენციალი გვაქვს, ვიდრე ვთქვათ რუსეთში რა. რუსეთში ხატვა არ გვაქვს. ხო რა, რუსეთში ხატვა, რავი, რატომ უნდა გინდოდეს რაღაც ვოლკების და მსგავსი სტილის ტატუების ხატვა, როცა შეგიძლია რომ რაღაც რუსეთს კაი არტისტებიც ყავთ. ანუ კარგი არტისტები ყავთ ბაზარი არა, მაგრამ აი რავი რა, აი არა რა, მენტალობა მაინც რაღაცა ისეა რა. რა თქმა უნდა, მეც მაგიტოა რა. ხო რა. გოჩამ, ძალიან მხარია აქ ვხედავ. მაინტერესებს შენ რატო ხარ აქ? და რამდენად გვეხება ეს ყველაფერი ტატუ არტისტებს? პირველ რიგში არა μόνο ტატუ არტისტებს, არამედ მთელი ქვეყნის წარმომადგენლებს ეხებათ ეს და მით უმეტეს ჩემ პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ აქ სხვა ტატუ არტისტები შევხვდეთ და ერთიან აზრს ვიზიარებთ. მეორე რაც თავარია ის არის რომ აქ იმიტომ ვდგავა რომ არ მინდა რომ მეც ის მომიწიოს რაც ყველა ახალგაზრდასაც ორი ხელი და ორი ფეხი აქვს და ყველა ქვეყნიდან გარბის ყველაზე მარტივი ეგაა რომ წავიდეთ და სხვაგან ვაკეთოთ ის რაც აქ ვაკეთებთ და ბევრად წარმატებულები ვიყოთ, მაგრამ მე იმას ვცდილობ რომ იქნება აქ მივახციოთ მაგას, აქ გქონდეს ის კეთილი გარემო, აქ ვიყოთ ისეთი ანაზღაურება და აქ ვიყოთ ისეთი წარმატებულები, როგორც ევროპის დიდ და კარგ განვითარებულ ქვეყნებში ხდება. ამიტომ ყველა ახალგაზრდა თუ ამ ქვეყნიდან იმ მიზეზით გავა რომ ჩვენი ქვეყანა ხელს არ გვიწყობს და მოდი იქ ვცადოთ ბედი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან გამოგვივა კარგი, მაგრამ მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში გამოგვივიდეს რა. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანი არის რა, რომ არა μόνο ტატუ არტისტები, არამედ მთელი ქვეყნის ყველა სფეროს წარმომადგენელი ვიდგეთ აქ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ბოლო 10-15 წელი, 20 წელი რო ვთქვათ, უზარმაზარი ნახტომი არის ამ ინდუსტრიაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად სარდაფიდან ამოვიყვანეთ და ამოვიდეთ და ეს არის ჩვენაირი არტისტების და ახალგაზრდების დამსახურება. ხო, რამდენ სულ რაღაც 8-10 წლის წინ ტატუ მარტო რამ სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლებს ჰქონდათ. დღესდღეობით ტატუ ესთეტიკის მხარე არის, ინდივიდუალიზმის გამოხატვა შეგიძლია, იხატავთ რაღაც შენი სხეულის დეკორაციაა და აუცილებელია რომ რაღაც ახსნა ქონდეს შენ ტატუს. ამიტომ ჩვენ ვართ ეგ ხალხი, ვინც მაგას უწყობს, მაგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მგონია რომ ჩვენი აქ დგომაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენო, ესე ვახერხეთ, მადლობა ყველა არტისტს, ვინც დღეს გვერდით დაგვიდგა, იმიტომ რომ ერთად დგომა არის ეხლა რაც ჩვენ გვჭირდება რა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. მადლობა. ტატუ ინდუსტრია საქართველოში ფაქტობრივად აღორძინდა ბოლო 20 წლის მანძილზე. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, საბჭოეთის დროს იყო, ასე ვთქვათ, ტატუ კულტურა, არსებობდა მანამდეც, საქართველოშიც არსებობდა და საბჭოთა სივრცეშიც არსებობდა ზოგადად. თუმცა ის იყო განსხვავებული, ოქროს თაობას ეს კარგად ახსოვს. როგორი ტატუები იყო, როგორი მოთხოვნა იყო და როგორი იყო დამოკიდებულება ადამიანების მხრიდან, უშუალოდ ტატუების მიმართ და ტატუიანი ადამიანების მიმართ. ძირითადად ეს იყო დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან, ასე ვთქვათ, მიწისქვეშეთის სუბკულტურა იყო, underground სუბკულტურა, როგორც ამბობენ, და ძალიან შორს იყო ადეკვატური, ნორმალური პროფესიისგან, რომელიც შეიძლებოდა რომ ადამიანს საკუთარი თავისთვის გაეკეთებინა, როგორც კარიერა. დღემდე არსებობს ზოგიერთი სტიგმა, რომელიც არ დამსხვრეულა ბოლომდე და რომელსაც ასე ვთქვათ, ვერ გადააბიჯა გარკვეულმა სოციუმებმა, თუმცა რა თქმა უნდა, იმაზე საუბარი არ არის, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა და დღესდღეობით აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებენ ადამიანები, თუნდაც უფროსი თაობა ტატუებს, ტატუებიან ადამიანებს და უშუალოდ ტატუ არტისტებს. შემდეგ გავიდა წლები, იყო 2000-იანი წლები, როდესაც უბრალოდ ტატუებისთვის არავის ეცალა და მაშინ რამდენიმე არტისტი მაინც ხატავდა თბილისში, საქართველოში და შემდეგ უკვე 2010 წლიდან აქტიურად წამოვიდა ამ სფეროს პოპულარიზაცია, გაჩნდნენ არტისტები, პროფესიონალი არტისტები, რომლებიც ასე ვთქვათ, უკვე გამოირჩეოდნენ თავიანთი პორტფოლიოებით
და 2010-დან 2015 წლამდე ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ მასიური ზრდა ტატუ არტისტების რიცხვში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდა ისე, რომ უამრავი ადამიანი, უამრავი ტატუ არტისტი გავიდა ქვეყნიდან, საქართველოსდან, სწორედ ამ პერიოდში 2010-დან 2015-16 წლებში და შემდეგ უკვე აქედან კიდევ და კიდევ წამოვიდა განვითარების ახალი ტალღა. გაჩნდა ასევე რამდენიმე celebrity არტისტი, რომლების წარმოდგენაც კი აბსურდი იყო, თუნდაც 5 ან 10 წლის წინ, ამ პერიოდამდე, გულისხმობ 2016-2017 წლიდან მოყოლებული, რომლებმაც ასევე განაპირობეს ამ სფეროს პოპულარიზება და მოვედით შემდეგ აქამდე. მოვედით აქამდე და ამ გზაზე ჩვენი პორტფოლიოები ყველასი როგორც არტისტების შეიცვალა და შესაბამისად ხარისხზე მოთხოვნაც ბევრად უფრო მაღალი გახდა უშუალოდ არტისტების მიმართულებით. ამან განაპირობა ის, რომ არტისტებმა დაიწყეს საკუთარ პორტფოლიოებზე ფიქრი, როგორ გაეუმჯობესებინათ თავიანთი ნაშრომები და როგორ შეითავაზებინათ მომხმარებლისთვის უკეთესი ტატუები. ბევრი ძალიან მაგარი არტისტი გაგვიჩნდა და უამრავი მათგანი საერთაშორისო ასპარეზზეც მოღვაწეობს. ზოგიერთი მათგანი ევროპაშია, ზოგიერთი ამერიკაში და ასე შემდეგ. ხოლო თვითონ საქართველოს ტატუ სცენას რაც შეეხება, ჩემთან როდესაც მოდიან უცხოელი ტურისტები, დამსვენებლები, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც საქართველოს კულტურით არიან დაინტერესებული და თან ტატუები უყვართ, ყოველთვის მეუბნებიან, რომ ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ თვალდახუჭული მიენდონ ტატუ არტისტს, ენდონ ხარისხში, ენდონ არჩევანში და ასევე იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს მოახერხებენ ადეკვატურ თანხებში და დაზოგავენ გარკვეულ ფინანსებს. თუმცა უცხოური, ასე ვთქვათ, კაპიტალი, რაც შემოდის, საკმაოდ დიდი ბუსტი არის ქართველი არტისტებისთვის, შედარებით ქართულ ფასებთან, მაგრამ ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მთავარი მომენტი აქ არის ახალი იდეები და გაცნობა ახალ კულტურასთან. მე პირადად სამყაროზე წარმოდგენა შემექმნა არა მხოლოდ იმ წიგნებიდან, რომლებიც წაკითხული მაქვს, იმ ფილმებიდან ან სერიალებიდან, რომლებსაც ვუყურე და ასე შემდეგ, არამედ იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ რომელიღაც X ქვეყნიდან, მოიტანეს თავიანთი კულტურის რაღაც ნაწილი ჩემამდე და მე ამ კულტურას გავეცანი. აი ეს იყო და არის ჩემი პროფესიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ის კურსი, რომელიც დღეს ქვეყანას უჭირავს, ჩვენს ქვეყანას, არ გულისხმობს მხოლოდ კრიზის, გარკვეულ ეკონომიკურ მომენტებში და ასე შემდეგ. არამედ გულისხმობს კრიზის და სტაგნაციას კულტურულ ნაწილში. ეკონომიკური და კულტურული იზოლაციის გარდა ამას აქვს ორი ნაწილი. ერთი, როდესაც აქ ქვეყანაში ჩამოდიან ადამიანები და მეორე ნაწილი, როდესაც უშუალოდ ტატუ არტისტები მიდიან სხვაგან. სამუშაოდ, დასასვენებლად, ახალი კულტურის გასაცნობად და ასე შემდეგ. არტისტი, რომელიც ფიგურირებს საერთაშორისო დონეზე, არის სრულიად სხვა ლეველზე ასული, ვიდრე არტისტი, რომელიც ლოკალურად ერთ კონკრეტულ ადგილას ხატავს. მე პირადად ვერ ვხედავ ჩემს გზას რუსეთში. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არსებობს რაღაც ძალიან მარტივი ლოგიკა, სადაც შენ ხვდები, რომ უბრალოდ არ უნდა შეგაყარონ თვალებში მტვერი და არ უნდა გითხრან, რომ კი ჩვენი მტერი იყო ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე, მაგრამ მოდი მაინც იგივეს გაკეთება განვაგრძოთ და ვიყოთ სირაქლემას პოზებში და რატო არა, ხო? ჩემი აზრით, დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებიც იქ დგანან დღესაც, ახლაც ამ მომენტშიც რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვთ ეს შეგნებული, რომ მათ არ უნდათ რუსეთი. იმის გამო არა, რომ რაღაც კულტურული განსხვავებებია მხოლოდ, არამედ იმ ძალიან დიდი, გრძელი, შემზარავი ისტორიის გამო, რაც საქართველოსთან ამ ქვეყანას აკავშირებს. ჩვენ ავაშენეთ ეს ინდუსტრია არაფრისგან, ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება სიახლეებთან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც მხარს გვიჭერს და არ გვაიძულებს იზოლაციაში ყოფნას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური ამბავი. ეს არის საქართველოს მომავლის ამბავი, ამბავი იმის, რომ
კრეატიულობა, ინოვაცია და თავისუფლება ყოველთვის ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც ის სჭირდება.